მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ცისკაბადონზე, ხო? ამინდის თვალსაზრისით არ ვიცი გავლენას ახდენს თუ არა გუშინდელი მზის დაბნელება, თუმცა 11:07-ს ველოდებოდი, მაგვიძახეს გავაყენა, მე მაინც გამოჩნდა დაბნელებული მთვარე გადაეფარა სრულად მზეს და მისი სხივები ესე დააბნელა. და ამბობენ 2054 წლამდე მსგავსი მოვლენა არ განმეორდა. 35-ში მე მგონია რა? არ ვიცი, მე ზე ამოვიკითხე, შეიძლება ვცდები. 2054? და რანაირი კადრებია. აი ნახე როგორ დაბრუნდა 17, აი გეუბნები, მე რომ ნერვიულობდი ის მომენტები იყო არჩი 22 საათი 17 წუთი საქართველოს დროით. ეს იყო პირველი მზის სრული დაბნელება. 2017 წლის შემდეგ მას შემდეგ არ ყოფილა მსგავსი. ხო, და თუმცა ეს პროცესი 4 წუთი და 30 წამი მიმდინარეობდა. მე ვნახე კადრები და ესე უცებ ბნელდება, ეგ არის აი არ ვიცი, საოცრება. დიდი სიამოვნებით ვნახავდი, მაგრამ ესე იგი ყველაზე თვალნათლივ ჩრდილოეთ ამერიკის მოსახლეობას ჰქონდა ამის უფუნება რომ ენახა სრული ესე ვთქვათ სურათი და ამერიკის კოსმონავტიკის კვლევის სააგენტოს განცხადებით ასეთი მასშტაბის მზის სრული დაბნელება 2024 წლამდე აღარ მოხდება. 44 იყო ეს. 44-შიც დაბელოდეთ. ეს ისტორია ატრაქციონია რომ უნდა ნახო და გავერთო და ვიცი მაგრამ თავის გავლენები აქვს და მე მაწყობ ამბობენ არ უნდა ვთქვა ეხლა ესეც ალბათ ვის როგორ ჯერა იმის მიხედვით მაგრამ რა ვიცი მე დიდი სიამოვნებით ვნახავდი. ხო. ნახოთ ამინდი. ის დაბნელებამდე. გავეცნოთ ამინს, კი ბატონო. ნახებთ ნურაფეს მის დაბნელება ვნახე. გაგრაში 22 გრადუსია მოსაოდნელი, სოხუმშიც 22 გრადუსი გველოდება და მზიანი ამინდია გამოცხადებული, ზუგდიდში 26 გრადუსამდე დათვება. მესტიაში 14 გრადუსია ნავარაუდები და უმეტესად ღრუბლიანი ამინდია. ფოთში 19 გრადუსია დაფიქსირებული და აქაც კარგი ამინდი გველოდება, ბათუმში კი 17. ოზურგეთშიც მზიანი ამინდი გველოდება და 22 გრადუსია ნავარაუდები, ქუთაისში 25 გრადუსამდე დათვება. ამბროლაოში 21 გრადუსია დაფიქსირებული და აქაც ღრუბლიანი და მზიანი ამინდია. ახალციხეში 21 გრადუსი გველოდება. ბორჯომში 17 გრადუსამდე დათვება და აქაც მშვენიერი ამინდია. ბაკურიანში 13, გორში 18 გრადუსი გველოდება. ცხინვალში 17 და უმეტესად ღრუბლიანი. სტეფანწმინდაში 9. გუდაურში 4 გრადუსია ნავარაუდები და აქაც უმეტესად ღრუბლიანი ამინდია. თელავში 19 გრადუსი. რუსთავში 20 გრადუსამდე დათვება და ჩვენს დედაქალაქში დღეს 18 გრადუსია. და ესეთი უმეტესად ზიანი. მშვენიერი ამინდია. ყოჩახ, ძალიან მიხარია რომ ნელ-ნელა მოდის ნამდვილი გაზაფხულიაც ასე ძალიან გვიყვარს და ჩვენს ქალაქს განსაკუთრებით უხდება ქვეყანას მთლიანად, მაგრამ თბილისში რაღაცა სხვანაირი გაზაფხულია. რა მიხარია იცით-იკა? რო ვიძინებ ღამეა და რო ვიღვიძებ დღეა. ყველაზე ძალიან რაც მსიამოვნებს ეს არის რომ ღამე ვიღვიძებ და დღე ვიღვიძებ.